ჯერ კიდევ 9 სექტემბრის დრონების ინციდენტამდე პოლონეთს უკვე ჩაკეტილი ჰქონდა საზღვარი ბელარუსთან, რადგან 12-16 სექტემბერს რუსეთსა და ბელარუსს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ზაპად, ანუ დასავლეთი 2025 უნდა ჩატარებულიყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში რუსეთმა ბარენცის ზღვაზე ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. ბელარუსის ცნობით კი სწავლებაში მონაწილეობდა დაახლოებით 7000 ჯარისკაცი, მათ შორის 6000 ბელარუსი, ხოლო 1000 რუსი. თუმცა ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს რიცხვი 100000 უტოლდებოდა. უცნობია, რატომ არის ასეთი აცდენა რუსეთისა და ბელარუსის მიერ დასახელებულ რიცხვებს შორის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბელარუსის ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა სიამაყით განაცხადა, რომ მონაწილე ჯარისკაცების რიცხვი მხარეებმა მიზანმიმართულად შეამცირეს აღმოსავლეთ ევროპაში დეესკალაციის მიზნით. ხრენინმა ისიც დაამატა, რომ წვრთნების ძირითადი ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრიდან ცენტრალურ ნაწილში გადაიტანეს. მეტი გამჭვირვალობისთვის კი პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დამკვირვებლებიც მოიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ვენის დოკუმენტი არ ავალდებულებდათ. წვრთნებზე დასაკვირვებლად შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა სამხედროები, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა ნიშნის მოგებით აღნიშნა, რომ ეუთოდან მხოლოდ ერთი ადამიანი ესწრებოდა. წვრთნების ღიაობის მიუხედავად, ვიდეოს ჩაწერის მომენტში პოლონეთს ისევ ჩაკეტილი აქვს საზღვრები ბელარუსთან, წვრთნების დასრულების შემდეგ კი როიტერსის ცნობით პოლონეთმა დრონების გაზრდილი აქტივობა დააფიქსირა აღმოსავლეთ საზღვარზე. პოლონეთს უნდობლობის მრავალი მიზეზი დაუგროვდა ბოლო წლების მანძილზე. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში რუსეთმა და ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს სახელად მტკიცე კავშირი, რასაც რამდენიმე კვირაში უკრაინაში ომი მოჰყვა. ეს კი წარმოშობს ეჭვს, რომ ზაპად 2025 არა სწავლება, არამედ რაიმე უფრო დიდი მოვლენისათვის მზადება შეიძლება იყოს.